წერს არ ნიშნავს ეგ სიტყვას უსტადად. აი მეტამორფოზის თარგმანის პირველი წინადადების განსაკუთრებით თარგმანის პრობლემურობა აი მაგ სიტყვის ეტიმოლოგიურ კონტექსტზე დაიყვანება ეს სირთულე რა. იმიტომ რომ ეს უნგეციფა თანამედროვე გერმანულში კი შემორჩენილია იმ კონოტაციით, რომ ეს არის რაღაცა გამოუსადეგარი არსება. კაფკას როს დომოდა გამოეყენებინა სიტყვა მწერი, ხოჭო თუნდაც გერმანულ ენაში არსებობს გაცილებით უფრო მკაფიო და აქტუალური და პირველადი კონოტაციის მატარებელი სიტყვები და არ გაუჭირდებოდა, მაგრამ რატოღაც იყენებს ამ ტერმინს, რომელსაც თავისი თეოლოგიური კონტექსტი გააჩნია ძველ გერმანულში, ხო? და ეს კონტექსტი რა არის? ეს არ უკავშირდება მწერს. ეს არის რაღაც მარგინალური არსება, რომელიც სხერპლშეწირვისთვის არ არის გამოსადეგი. იმდენად მცარიელი და მკვდარია უკვე მკვდრადშობილი და ანომალიური მისი არსებობა. სიკვდილისთვისაც კი არ გამოდგება.